2009 წლის გაზაფხულზე თბილისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულმა საპროტესტო აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო და თითქმის 4 თვეს გასტანა. აქციების დასრულების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა ხელისუფლება ოპოზიციის მხარდამჭერების დევნაში დაადანაშაულა და იმ პირთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც მათი თქმით პოლიტიკური აქტივობის გამო იყვნენ დაპატიმრებულნი. ზაფხულში სახალხო დამცველის აპარატმა ეს საქმეები შეისწავლა და სოზარ სუბარმა ომბუდსმენობის პოსტზე ყოფნის დროს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა დაადასტურა. ამ წუთში ქვეყანაში არსებობს შექმნილია რეპრესიული სისტემა, რომელიც მზად არის გაანადგუროს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ხელისუფლებისგან განსხვავებულად ფიქრობს და აზროვნებს. მით უმეტეს თუ კი ამ თავის აზრებს ქმედებაშიც გამოხატავს კონსტიტუციურ ქმედებებს გულისხმობს, როგორც არის მიტინგზე გამოსვლა, პარტიის შექმნა, პარტიაში აქტივისტობა, არჩევნებზე დამკვირვებლად ყოფნა და ასე შემდეგ. ჩვენ დავინტერესდით და შევისწავლეთ იმ ადამიანების საქმეები, რომლებიც თავს პოლიტპატიმრებად თვლიან. ბიზნესმენი შოთა გოგიჩაშვილი ქარელში მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ საოფისე ფართს აქირავებდა და აქედან გარკვეულ შემოსავალს იღებდა. 2007 წლის ნოემბერში მას ოფისის დასაქირავებლად რესპუბლიკური პარტიის რეგიონალურმა წარმომადგენლებმა მიაკითხეს. ქირავდება ოფისი და ვისაც უნდა და იმას ეკირავდა. ამ დროს გამოჩნდნენ რესპუბლიკელები, პირველად რესპუბლიკელები გამოჩნდნენ და მითხრეს რომ დავიქირავოთ პარტიი. მივაქირავე. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებზე ოფისის მიქირავებიდან მეორე დღეს, როგორც თავად იხსენებს, ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ოფისში დაიბარეს და ქარელის საკრებულოს თავმჯდომარემ ილია ბაბლიძემ ოპოზიციურ პარტიასთან ხელშეკრულების გაუქმება მოსთხოვა. დამიბარეს ნაციონალების ოფისში და მითხრეს პრობლემები შეგექმნებათ თუ არ დაატოვებინებთ მაგ ოფისს რესპუბლიკელებს. მე ჩამოვედი და უთხარი რომ მე პრობლემები არ მინდა, შემექმნება პრობლემები და გავაუქმოთ ხელშეკრულება. მაგრამ მითხრეს ხელშეკრულებას არ გავაუქმებთ. არ წავიდნენ. ორი დღის მერე მოვიდა და გითხრა რომ უნდა წახვიდეთო რა. რა თქმა უნდა ჩვენ არ წავედით. და მე დავარეკე თბილისში საქმის კურსში ჩავაყენე, მაშინ გაერთიანებულ ოპოზიციაში ვიყავით. გაერთიანებულ ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი იყო კოკა გუნცაძე და ჩამოვიდა თვითონ ბატონი კოკა ჩამოვიდა და თინა ხიდაშელი მაშინ. და ავიდნენ გამგეობაში და სალაპარაკებთ. ნუ ეხლა იქ რა თქმა უნდა უთხრეს როგორც ყოველთვის რომ ჩვენ არაფერ შუაში ვარ და არც არაფერი გვითქვია და ნუ რა ვიცი. არა მოგელანდა თანადაგესიზმრად ეგეთი რაღაცეები და 2007 წლის 30 ნოემბერს საზოგადოებრივ არხზე გასულ სიუჟეტში საკრებულოს თავმჯდომარემ ილია ბაბლიძემ შოთა გოგიჩაშვილზე ზეწოლა უარყო. დავსი არანაირ რა ყოფილა. რატო დავივარდი მე იმ ადამიანს და რატო უნდა მეთქვა დაუშვათ იქ ოფისი არ უნდა იყოს რაღაც. ეხლა საიდან მოდის ეს რატო აგორებენ ამას მე არ მესმის. ამ მოვლენების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება შოთა გოგიჩაშვილის კუთვნილი შენობით დაინტერესდა და უძრავი ქონების დამადასტურებელი დოკუმენტაცია დეტალურად შეისწავლა, თუმცა დარღვევა ვერ აღმოაჩინა. შენობის წარქმევით მე მოგხდებოდნენ რომ შენობას დაკარგვენ და მე თვითონ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე არ მითხრა, მაგ შვილებზე მოადგილე გამგებლის მოადგილე იყო. მაშინ ის კურირებდა საარჩევნო კამპანიას ის კურირებდა. ეს გონი არ ვიცი გადაიცვალა გონი. პირადად იმან მითხრა რომ შვილებზე არ გეშინათ, 3 შვილი ყავსო და შოთა გოგიჩაშვილის უმცროსი შვილი მე-12 კლასის მოსწავლე გიგა 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მზადებაში რესპუბლიკური პარტიის ოფისს აქტიურად ეხმარებოდა და პლაკატებს აკრავდა. არჩევნების შემდეგ გიგა გოგიჩაშვილი რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე დაირჩიეს. ჩვენ ჩავატარეთ ყრილობა ადგილზე, ადგილობრივი ორგანიზაციისა, გიგა ავირჩიეთ 8 ნოემბერს პარტიის ახალგაზრდული თავმჯდომარედ. და ორი დღის მერე 10-ში უკვე ეჭვმიტანილად იყო ცნობილი, რა თქმა უნდა ძალიან გამიგვირდა. დამიბარეს არა მითხრა ნაციონალური მოძრაობის ოფისში. მითხრა რომ 11 კაციანი სია მაქვს. მე დასაჭერების სია მაქვს 11 კაციანი და მე-12-ს დაემატება. და ამ მე-12-ში ახლა ვის თვლი და ჩვენი ოჯახის წევრებიდან არ ვიცოდი და სახში სუმაგაზე ქონდა საუბარი რომ აი რომელი იქნებოდა ის მე-12. თავი დავანებე ბიზნესი მქონდა თავი დავანებე, იმიტომ რომ ბიზნესის წარმოებისთვის არ დავეჭირეთ. ჩემმა მეუღლემაც თავი დაანება სამუშაოს არ მუშაობდა. არც ჩემი შვილი არ მუშაობდა. ესე აქ მარტო გიგა გამოიკვეთა. 2008 წლის ნოემბერში პოლიციის ქარელის რაიონულმა სამმართველომ 2008 წლის 2 აგვისტოს ჩადენილი დანაშაული გახსნა.
ტექნიკისა და ოქროულობის მაღაზიის გაქურდვა სხვა დანაშაულზე დაკავებულმა გიორგი მწარიაშვილმა აღიარა. მაქურდობის თანამონაწილედ კიდევ 4 პიროვნება დაასახელა. ირაკლი ყანჩაველი, ავთანდილ ბარბაქაძე, გიგა გოგიჩაშვილი და ზაქარია სვიანაძე. დასახელებული 4 პიროვნებიდან მწარიაშვილის ჩვენების საფუძველზე პოლიციამ ეჭვმიტანილად მხოლოდ გიგა გოგიჩაშვილი და ზაქარია სვიანაძეს ცნო და დაკითხა. გიორგი მწარიაშვილის საქმე ცალკე გამოიყო, ხოლო ყანჩაველით და ბარბაქაძით პოლიცია არც კი დაინტერესებულა. გაქურდული მაღაზიიდან როგორც გამოძიებამ დაადგინა 23,800 ლარის ღირებულების საქონელი დაიკარგა. 2008 წლის 30 ნოემბერს გოგიჩაშვილი და სვიანაძე ისევ დააკავეს და მათ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ გამოძიებას მწარიაშვილის ჩვენების გარდა გოგიჩაშვილის წინააღმდეგ სხვა მტკიცებულება არ ჰქონდა. გოგიჩაშვილის და სვიანაძის საქმე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისმა შეისწავლა და მათი წარმომადგენელი რევაზ რევაზიშვილი საქმეში ადვოკატად ჩაერთო. გამოძიებისას პოლიციის თანამშრომლის დაკითხვის შემდეგ, თემურ ქებაძის დაკითხვის შემდეგ, რომელიც სასამართლო გამოძიების დაიკითხა, მივხვდით ამან, რომ თავიდანვე კიო, როცა გიგა დავაკავეთ, არ ქონდა საკმარის საფუძველი, მაგრამ შემდგომ რაღაცა დააკავეთ, როცა ვეკითხებით, უბრალოდ ის მხრებს იჩიჩავს და ვიძახის, რომ არ იცის. ადვოკატი დავით გერმანოზაშვილი აცხადებს, რომ არასრულწლოვანი ეჭვმიტანილების საქმის გამოძიება ტენდენციურად წარიმართა. დარღვევების საქმეში გამოძიების პირველი დღიდან დაიწყო. 2008 წლის 2 დეკემბერს გამომძიებელი თემურ ქებაძე, ეს ქარელის პოლიციის თანამშრომელი გახლავთ ეს ბატონი, უდგენს კანონით დადგენილი წესით ადვოკატისა და პროკურორის სავალდებულო მონაწილეობით ზაქარია სვიანაძეს ბრალს 14 საათზე. 14 საათსა და 20 წუთიდან 15 საათსა და 5 წუთამდე, ანუ 45 წუთის განმავლობაში კითხავს მას ბრალდებული სახით. ჩვენ დავაყენეთ ქებაძის დაკითხვა სასამართლოზე, დაგუკმაყოფილა სასამართლომ და ქებაძემ დაადასტურა უთხოვარად და კატეგორიულად დაადასტურა და თქვა ასეთი სიტყვები, რაც თქვენს ოფისიცაა დაფიქსირებული, რომ გამორიცხულია, რომ ამ მისი დაკითხვის დროს, ანუ სვიანაძის დაკითხვის დროს ადვოკატი და პროკურორი სადმე რო გასული დაუსვია ეს კითხვა და სადმე რო გასულიყვნენ, იმიტომ რომ ეს იმპერატიული მოთხოვნაა კანონმდებლობისო და თუმცა გაურკვეველია თუ როგორ მოახერხეს პროკურორმა სამუშიამ და ადვოკატმა თოთლაძემ იმავე დროს გოგიჩაშვილისათვის ბრალის წარდგენა და მის ბრალდებულად დაკითხვა. ოქმის მიხედვით გოგიჩაშვილს ბრალი 14 საათსა და 35 წუთზე წარედგინა. მისი დაკითხვა 15 საათზე დაიწყო და 15 საათსა და 30 წუთზე დამთავრდა. ოქმის მიხედვით ამ პროცესს პროკურორი სამუშია და ადვოკატი თოთლაძე ესწრებოდნენ. დავაყენე საკითხი ეს, რომ ეს უკვე უკანონო საპროცესო აქტი, იმიტომ რომ არ იყო წარდგენილი კანონით სავალდებულო წესების დაცვით და როგორც უკანონო საპროცესო აქტი გაუქმებულიყო. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სასამართლომ ამ საკითხზე საერთოდ არ იბრძელა. შოთა გოგიჩაშვილი, რომელიც თავად ესწრებოდა ამ პროცესს, აცხადებს, რომ მისი შვილისათვის ბრალის წაყენებას პროკურორი და ადვოკატი მართლაც არ ესწრებოდნენ. ორგან ადვოკატის გარეშე ჩაატარეს და დაკითხეს ის მაგრამ ზერლი. არც ბრალის წაყენება ყოფილა იქ, არც პროკურორი ყოფილა იქ და არც ადვოკატი არ ყოფილა. პრაქტიკულად იქ დატოვეს დაცვის გარეშე, რაც მარტო ამ საფუძვლით არის განაჩენი გასაუქმებელი. ქურდობის ადგილზე დამნაშავეებმა სისხლის კვალი და თითის ანაბეჭდები დატოვეს. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით არც სისხლის კვალი და არც თითის ანაბეჭდი გოგიჩაშვილს არ ეკუთვნოდა. დანაშაულის ადგილზე ამოღებული სისხლის კვალი ზაქარია სვიანაძის აღმოჩნდა, რომელმაც დანაშაული აღიარა, თუმცა მან გიგა გოგიჩაშვილის ქურდობაში მონაწილეობა უარყო. წინასწარი გამოძიება 2009 წლის 29 იანვარს დამთავრდა. საბრალდებო დასკვნაში ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ორჯონიკიძე გიგა გოგიჩაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებათა საკმარის ერთობლიობაზე მიუთითებს, მათ შორის ჩხრეკისა და ამოღების ოქმებზე და ნივთიერ მტკიცებულებებზე. თბილისის მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე ასევე მიუთითებს მტკიცებულებათა საკმარის რაოდენობაზე, თუმცა დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს. საქმეში მოიპოვება ყველა ის საჭირო და აუცილებელი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კონკრეტული პიროვნების თქვენს მიერ დასახელებული პიროვნების მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას. თამაში კიდევ კონკრეტულად ეს საკმარისი მტკიცებულებები. ჩვენ ახლა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიმყოფებით სასამართლო პროცესზე და ჩვენ ვერ შესაბამისად საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ მოვყვებით ახლა თქვენთან მტკიცებულებების გამოკლებას და რაიმე წინასწარი აზრის შექმნას ნამდვილად მოვარიდებით და პროკურატურის პოზიცია არის შემდეგნაირი საქმეში არის საკმარისი მტკიცებულება საიმისოდ რომ კონკრეტულად პიროვნება მიჩნეული იქნას ბრალეულად კონკრეტულ ქმედების ჩადენაში. თუმცა სისხლის სამართლის საქმეში როგორც ადვოკატი დავით გერმანოზაშვილი აცხადებს, ნივთიერი მტკიცებულება არ მოიპოვება.
კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სვიანაძის და გოგიჩაშვილის მიმართ პროკურატურის მიერ საბრალდებო დასკვნაზე და კონკრეტულად სისხლის სამართლის საქმეზე არც ერთი ნივთიერი მტკიცებულება დართული არ იყო. ადგილიდან ამოღებული რაიმე სახის ნივთიერი მტკიცებულება, არც მობილური ტელეფონები, არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. დამაჯერეთ, რომ ეს ნამდვილად ასეა. გიგა გოგიჩაშვილის გასამართლება ხაშურის რაიონულ სასამართლოში 2009 წლის 18 ივნისს დაიწყო. სასამართლოს ხდომაზე გამოიკვეთა, რომ წარიაშვილი და გოგიჩაშვილი ერთმანეთთან დაპირისპირებულები იყვნენ. როგორც სასამართლოზე დაკითხულმა მოწმემ ლევან ნაყიშაშვილმა განაცხადა, ქარელში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მე და გიგა ვაკრავდით პლაკატებს. საპრეზიდენტო არჩევნები იყო. ამ დროს ჩამოიარა გიორგიმ და გვითხრა, მა პლაკატებს ტყუილად აკრავთ, ვერ გაიმარჯვებს თქვენი პარტიაო. გიგამ უთხრა, შენ ძმაო გიჟი ხარ და მაშინ გიჟების პარტიას მიეცი ხმაო. ამაზე ერთმანეთს შეყვნენ, კამათი მოუვიდათ. ჩვენ გავაშველეთ. ჩვენ რომ არ ყოფილიყავით, შეურაცხყოფას მიაყენებდნენ ერთმანეთს. წარიაშვილის და გოგიჩაშვილის დაპირისპირება ასევე დაადასტურა მოწმე შალვა გოგიჩაშვილმაც. არავითარი ურთიერთობა არ ქონია, აი ჩემშვილს, არავითარ აბსოლუტურად არაფერი, არც მეგობრული, არც არავითარი ურთიერთობა არ ქონია. არც თავის პარტიის წევრი, ხო თავისი ამხანაგი რო ყოფილიყო და თავის მეგობარი თავის პარტიაში ჩაწერდა და თავის პარტიის წევრი იქნებოდა, მხარდამჭერი იქნებოდა იმის. არავითარი ურთიერთობა არ ქონია. ჩემი სახლის კარებიც არის ის იმან, აი არასოდეს არ ყოფილა ჩემთან სახლში. სასამართლოს ხდომაზე გიორგიმ წარიაშვილიც დაიკითხა, რომელიც იმჟამად თავად განსასჯელი იყო. წარიაშვილმა სასამართლოზე წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება დაადასტურა და ქურდობის თანამონაწილედ გიგა გოგიჩაშვილთან და სვიანაძესთან ერთად ბარბაქაძე და ყანჩაველი კვლავ დაასახელა. წარიაშვილის საპროცესო გარიგებას არ უკეთებს პრინციპულად ხაშურის რაიონული პროკურატურა, სანამ გიგა გოგიჩაშვილის უშუალო პროცესი არ დაადო ხელი და არ ამხილა ვითომდაც დანაშაულის ჩადენაში. მანამდე მას საპროცესო გარიგება არ გაუფორმეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მიმართ საქმე ცალკე წარმოებად იყო გამოყოფილი, იქ მან აღიარა, სასჯელიც მიუსაჯეს. მიუხედავად იმისა, იქ არ გაუშვეს. მოვიდნენ აქაც დაადებინეს ხელი გიგასთვის და აი ამის შემდეგ მოხდა მის დარბაზიდან გაშვება სააპელაციო სასამართლოში. განაჩენი არ გამოქონდათ. სანამ ჩემი შვილი სასამართლოდ დაინიშნებოდა, სასამართლო დაინიშნა ჩემი შვილის და რო უკვე გამოვიდა სასამართლოზე და რამდენიმეჯერ ცუდად გახდა, სასამართლო გადაიდო, რომ ჩემი შვილის ხელი უნდა დაედო და უნდა ელაპარაკა ჩემი შვილისთვის, ცუდად გახდა. ვერ გადასდეს სასამართლო. ვერ ელაპარაკეს. და ბოლოს მაინც დააზეპირებინეს ეს რაც უნდა ეთქვათ, დააზეპირებინეს და მაინც ათქმევინეს. მეორე დღეს გამოიტანეს ეს ეშინოდათ რომ უნდა გაენთავისუფლებინათ ეს და ეშინოდათ რომ მე არ გადაეთქვა ჩვენება რა და სწორი არ ელაპარაკა. და მისცა თუ არა ჩვენება მეორე დღესვე გამოიტანეს გადაწყვეტილება მის განთავისუფლების შესახებ. და სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლეს ყოველგვარი გირაოს გადახდისა და ფასის გადახდისა. სიტყვა განსასჯელ გიგა გოგიჩაშვილსაც მიეცა. მე უარყოფ ყველაფერს, თავს დამნაშავედ არ ვცნობ. პოლიტიკური პატიმარი ვარ. მამაჩემთან იყო მუქარის ზარები. ამირჩიეს თუ არა პარტიის თავმჯდომარედ 26 თუ 27 ნოემბერს ზუსტად არ მახსოვს, ამასთან დაკავშირებით 30 ნოემბერს დამაკავეს კიდეც. რაც არ გამიკეთებია იმის გულისთვის, გთხოვთ ნუ დამსჯით. 2009 წლის 12 აგვისტოს ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვახტანგ ბრელაშვილმა გიგა გოგიჩაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5000 ლარის ჯარიმა დააკისრა. მიუხედავად შეთავაზებისა, ის ბრალს არ აღიარებს და თბილისის მერვე საპყრობილეში ელოდება შემდეგი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. თავისუფლების აღკვეთის 6 წლიანი ვადა მიესაჯა ზაქარია სვიანაძესაც. რაც შეეხება ბარბაქაძეს და ყანჩაველს, სასამართლომ ისინი ძიებით დაუდგენელ პირებად ჩათვალა. პირველივე ჩვენებით, წარიაშვილის ჩვენებით, ბარბაქაძე ცნობილი იყო გამოძიებისთვის და ყანჩაველიც. მე მიმაჩნია, რომ ალბათ იმიტომ გააკეთეს ეს გამოძიებით დაუდგენელი პირების მიმართ გამოღეს გოგიჩაშვილის ბრალდების საქმიდან, რომ მათ მიმართ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ გარდა წარიაშვილისა და სწორადაც მოიქცა გამოძიება, რომ ჯერჯერობით დაუდგენელი ბოროტმოქმედები იყო. სხვა მტკიცებულება გარდა წარიაშვილის ჩვენებისა მათ მიმართ გამოძიებას არ ჰქონდა. შესაბამისად არანაირი სხვა მტკიცებულება არ ქონდა გამოძიებას გოგიჩაშვილის მიმართაც და ამიტომ მისთვის ბრალია უნდა წარედგინათ. ამჟამად გიორგიმ წარიაშვილი თავისუფალია. მას გოგიჩაშვილის საქმეზე საუბარი არ სურს. ან თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც დაადეთ ხელი გიგა გოგიჩაშვილს, რომ თქვენ ერთად იყავით და ერთად იქურდეთ და მაღაზია გატეხეთ. დავადე ხელი, ჩვენი გასარკვევია ეხლა. გიგა გოგიჩაშვილი ნამდვილად იყო თქვენთან ქურდობის დროს? ეხლა არ შემიძლია, ერთხელ თქვი და ეხლა რა გითხრათ პირდაპირ. ესე ვთქვი. და თქვენ გაგათავისუფლეს? კი. საპროცესო შეთანხმებით გამოხედით? თანხა გადაიხადეთ?
რა საჭირო ხარ გადავიხადე როგორ გამოვიდა ნაირად მაგაფერზე არ შემიძლია ამჟამად რო კომენტარი გავაკეთო თქვენ გაგათავისუფლეს აი რატო გაგათავისუფლეს მე სხვადასხვა იმებშიც ვიყავი ჩაგებული მithumed რა ვიცი პროკურატურის ის იყო პროვოკატივა რომ თვითონ პროკურატურამ გადაწყვიტა თუ ჩემზე არ იყო ხილა დამოკიდებული თქვენ გაიძულებდნენ გიგასთვის ხელი დაგედოთ მე თქობა რა მე რო ვინმე მაიძულოს შოთა გოგიჩაშვილის კუთვნილ შენობაში უკვე 3 ოპოზიციური პარტიის ოფისია განლაგებული ის თulis რომ მისი შვილი ქარელში საჩვენებლად დასაჯეს ეს არის 3 ნიშნით პოლიტიკური პატიმარი პოლიტიკური პატიმარი ერთით რომ ჩვენ როდესაც ოფისი მივაქირავეთ ხომ დამემუქრენ და ესე იგი ოჯახი დასაჯეს რომ არასრულწლოვანი ბავშვი ციხეში ჩააგდეს მეორე იმის რომ გიგა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოაცილეს მესამე ის რომ ქარელის მოსახლეობა მთლიანად დააშინეს რომ ესე იგი შენ თქვენ ნახეთ აი ამ ძლიერ ოჯახს აუყავით და თქვენ რას გიზავთ და მიაღწიეს კიდე ამას 2009 წლის გაზაფხულზე ქარელის რაიონის სოფელ რუისიდან გლეხებმა კანცელარიის წინ აქცია გამართეს. ბუფერული ზონის მაცხოვრებლები ქვეყნის მთავრობისგან დახმარებას ითხოვდნენ. რუისელები გოჩა საბიაშვილი და ელგუჯა ნანიტაშვილი ამ აქციაში მონაწილეობდნენ. სოფელი რუისი არის ბუფერული ზონა. ომის პერიოდში დავზარალდით, დაინგრა 3 სახლი, სოფელში გარდაიცვალა 4 მოსახლე. დახმარება უკეთდებოდა რაიონში სხვა სოფლებს, იქმნებოდა მიწები უფასოდ, ეძებოდათ სასუქი, სხვადასხვა პროდუქტები ურიგდებოდათ, ჩვენთან არაფერი დახმარება არ მოდიოდა. ამის გულისთვის სოფელმა გადავწყვიტეთ ჩავსულიყავით თბილისში კანცელარიაში და მოგეთხოვა ეს დახმარება, რადგან ვიყავით ბუფერული ზონა. ჩავედით 27 კაცი შევგროვდით სოფელში, წამოსულა ბევრს უნდოდა, მაგრამ 27 კაცი წავედით მანქანებით, ჩავედით კანცელარიაში. მოვეთხოვით შეხვედრა კანცელარიის უფროსთან. გამოვიდნენ, შეხვდნენ. თხოვეთ ჩვენი გასაჭირი რაც ჰქონდა, შეგვიძლია დახმარებას. წამოვედით, არაფერი ისეთი არ ყოფილა. რუისელი გლეხების კანცელარიისკენ მსვლელობის ორგანიზატორი რომან კაკაშვილი იყო, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლის წინ ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი იყო. მისი პოლიტიკური სიმპათია ახლაც ზვიად გამსახურდიას ვაჟის, კოკო გამსახურდიას პარტია თავისუფლებას ერგო და მისი რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელიც გახდა. კაკაშვილი აქტიურ მონაწილეობას ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ 9 აპრილის აქციებშიც იღებდა. გარკვეული პერიოდი საპროტესტო საკნის ბინადარიც იყო. როდესაც გამოვედით დიდუბეში კანცელარიიდან, წამოვედით დიდუბეში, მოვედით ქარელის რაიონის პოლიციის უფროსმა დაგვირეკა თბილისში, დაურეკა პირადად რომანი კაკაშვილს. დამალაპარაკეთ რომანიო და რომანის ვთქვა გამოვლითო პოლიციაშიო. მივდიოდით პოლიციაში თბილისიდან როდესაც ჩამოვედით, მაგრამ მე ერთ-ერთი ჩვენთაგანისთვის დაურეკია ჩვენი სოფლის დეპუტატს, რომ აღარ არის საჭირო არ გამოხვიდა თუ ერთ-ერთი კაცი გამოვიდესო. აგვისტოს ომში დაზარალებული სოფლებისათვის პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი დახმარება თითო ტომარა აზოტის სასუქი გლეხებს იმ დღესვე დაურიგდათ. როგორც ელგუჯა ნანიტაშვილი იხსენებს, რომან კაკაშვილი იმ დღეს პოლიციაში არ წასულა, თუმცა გადაცხადა, რომ მას დაიჭერდნენ. თბილისიდან რომ წამოვედით კანცელარიიდან, გზაში მე პირადად მითხრა, რომ გუჯა ვიცოდე, ამის მერე მე დამიჭერენო. რატომ ამბობ? რა ვიცი, ეშინოდა, რის ეშინოდა, ალბათ მე დამიჭერენო იძახდა, რომ სიმართლის გულისთვის დამიჭერენოდა. არა, ჩვენ აზრზე არა ვართ პოლიციის უფროს რა უნდა და ჩვენთან რა საქმე ქონდა, ჩვენ ჩავედით თბილისში, მოვითხოვეთ ჩვენი მოთხოვნას, ჩვენი არც პოლიტიკურად მოგვითხოვია რამე, ჩვენ როგორც გლეხები და გვეკუთვნა დახმარება, ის დახმარება მოვითხოვეთ, სხვა არაფერი ჩვენ არ მამეს წარაშვილია პოლიციის უფროს. მართლაც სულ მალე რუისელებს კუთვნილი დახმარება ერგოთ. მათი მიწები დაამუშავეს და სიმინდიც უსასყიდლოდ დაუთესეს. ასევე აღადგინეს დანგრეული სახლებიც. 2009 წლის 17 ივნის პოლიციის ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსის მამის წარაშვილის სახელზე მისივე მოადგილის წაქაძის პატაკი შევიდა. მოგახსენებთ, რომ როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ქარელის რაიონის სოფელ რუისში მცხოვრებ 1959 წელს დაბადებულ რომან შოთასძე კაკაშვილს გააჩნია მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, რომელსაც ხშირად თანატარებს. ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან საკმაოდ მცირე დროში პოლიციელები კაკაშვილის დასაკავებლად სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაღებში გავიდნენ. ამ დროს რომან კაკაშვილი თანასოფლელებთან ერთად თავის კუთვნილ მიწას ამუშავებდა. მაშინ, როდესაც გასათვალისწინებელ ოპერატიულ ჯგუფში არც ერთი არ ცნობს რომან კაკაშვილის სახეზე არ უნახავთ. არასდროს. და მიდიან ბაღებში, რომ უამრავი ადამიანი მუშაობს და უნდა დააგამონ კაკაშვილი. კაკაშვილის დაკავებას მისი თანასოფლელი ივანე ნანიტაშვილი შეესწრო.
როგორც თავად იხსენებს უცნობმა პირებმა, მანქანით ჩამოიარეს. რომანი ძალის გამოყენებით რამდენიმე წამში მანქანაში ჩატენეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ბაღში ყაი აგერა იქ ბაღი ბოლოს. ხო და გამოიარა თუ რომანამ ჩამოიარა ესე და მე გადმომძახა ტრაქტორი მოვიდესო ბაღშიო ვაშლის კულებში დააყენეიო. დავიდა გაუდგა გზასა და რავი მე მუშაობდი მე მაგ დროსა და მაგ იმასე. დავინახე ჩამოვი მანქანამ ჩასვის მანქანაში. და გამოვიდა ის მანქანა მოტრია და ასე და წამოვიდა ჩემს მოპირისპირეთ. მე უთხარი ესე რა შესაქმე ბიჭებო მეთქი და არაფერიო კაკაშვილის ცხენს მიხედეო. ეგ ყავს სხვა არაფერი ახლა მან. რამდენ ხანში მოხდა? ეს რა ვიცი ახლა შეიძლება წამები იყო რა წუთები წართ აი ჩასვის მანქანაში წაიყვანეს და. აგერ აი მადგიზე მოხდა აი ბუჩკი თუ აი სიმიდების პირდაპირ ეს არის ეს. მაგათ გიზეს ჩასვის მანქანა. მე ეკვიდექი ბაღი ბოლოში ბარანს. ესეთი ფორმით არის ესეთი პოლიციელი მისულები იქ რომ იქიდან ჩანს რომ არანაირ საგამოძიებო მოქმედებები ქარონ ჩაეტარებინათ ჩანს იქიდანაც რომ ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი წელზევით საერთოდ იყო გახტილი. ეს იყვნენ მივარდნილები, ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს. რომან კაკაშვილის სასამართლოს ხდომაზე თავის დაკავებას 100 აღწერს. ნანიტაშვილისგან 100-150 მეტრის დაშორებით გააჩერა ყვითელმა ნოლექსმა. მძღოლმა, რომელიც კურატორი იყო, მომაშვირა იარაღი და მითხრა: "დაჯექი ნურაფრის გეშინიაო. მე ვუთხარი არაფრის მეშინია მეთქი. მითხარით სად მიყავართ მეთქი. ამოხდნენ ტაჩკაზე, ძალით ჩამაგდეს მანქანაში. ხელბორკილები დამადეს და წამიყვანეს ქარელის განყოფილებაში." პოლიციელების მიერ შედგენილი დაკავების ოქმი რადიკალურად განსხვავდება ივანე ნანიტაშვილის და თავად დაკავებული კაკაშვილის მონათხრობიდან. პოლიციელების მიერ შედგენილი ოქმის თანახმად ეჭმიტანილის დაკავება და პირადი ჩხრეკა დაკავების ადგილზე 42 წუთი გრძელდებოდა. პირადი ჩხრეკის ოქმიდან კი ირკვევა, რომ კაკაშვილს სპორტული შარვის ჯიბიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ერთი ცალი ვაზნა ამოუღეს. ნიშანდობლივია, რომ დაკავებისას და ჩხრეკის ოქმს კაკაშვილი ხელს არ აწერს, იმ მოტივით, რომ მისგან ამოღებული იარაღი მას არ ეკუთვნის. როცა მე მიყვანეს რომ მეუბნებიან რომ ეს დამცინიანობას რომ გაგაშვილი ჩვენებაში აღანიშნავს სასამართლო გამოძიებას დამცინიან რომ შენ ლიმონკა ქონდაო ბიჭო ესე და მე უთხარი არანაირი ლიმონკა არ ქონდაო და ეს ყველაფერი მოგონილია ვეუბნები და გამოხატა აღშფოთებას თან დამცინიან მაგრამ შემდგომში მე რაც საინტერესო ციხეში გავიგეო რომ მე თუ მქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. როგორც კაკაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, ის პოლიციის სამმართველოს უფროსის მამის წარაშვილის მოადგილის ალექსანდრე წაქაძის კაბინეტში გაჩხრიკეს და თან დასძინა, რომ იარაღი საქმეში ჩამიდეს, თორემ მე იარაღი არ მქონია. რომ ვუთხარი რა იარაღია მეთქი მითხრეს მაკაროვი, ის იარაღი თვალითაც არ მინახავს. აღსანიშნავია, რომ გამოძიებამ ამოღებული იარაღის მხოლოდ ბალისტიკური ექსპერტიზა დანიშნა. გამოძიება არ დაინტერესებულა იყო თუ არა განსაჯელი კაკაშვილის თითის ანაბეჭდები ამოღებულ იარაღზე. ამ ფაქტს მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე ასახსნის. ხშირ შემთხვევაში ტექნიკურად არის ხოლმე შეუძლებელი თითის ანაბეჭდების დადგენა და სამწუხაროდ ჩვენი ექსპერტიზის დონე არ არის იმ დონის ჯერჯერობით რომ დააკმაყოფილდეს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში შუამდგომლობა და დადგენილი იქნას კუთვნილება თითის ანაბეჭდის კონკრეტული იარაღის ან საბრძოლო მასალის მიმართ. კაკაშვილის ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი მის პრაქტიკაში არსებულ საინტერესო დამთხოვაზე საუბრობს. ყველა ასეთ ტიპის საქმეებზე რომელიც ჩვენ გვაქვს სადაც პოლიტიკური პარტიის წევრობა ფიგურირებს რატომღაც ასე ხდება არ ვიცი ხლეს დამთხევა თუ არ დამთხევა ხლა ყველამ კარგად იცის რაც არის მაგრამ თავარი ის არის რომ ყველა ამ საქმეში არის ერთგივე სცენარები არსად ჩხრეკა არ დადდება დაკავება არ დადდება პირდაპირ ტენიან მანქანაში და მიყავთ და მე საქმე მსადგენენ ისე ვითომ ჩხრეკაც იყო დაკავებაც და ყველაფერი გაკეთებული სინამდვილეში ასეთი რამე არც ერთ ამ ტიპის საქმეზე გასათვალისწინებელი ის რომ არ ხდება არც უმატავე დამსწრებლობას დასცინიან და მე საქმეში აფიქსირებენ ხელი არაფერზე მოგვიწერა რატო არ მოგვიწერა არ ვიცით რატო რას მოუწერს ხელს უცო იქ არ გაუჭრიგეთ ადამიანი გუნა მოუწეროს ხელ არ ვიცით რატო არ მოაწერა ხელი ასეთი სცენარია. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად ამოღებული იარაღი 9 მმ კალიბრის უცხოური წარმოების თავდაცვითი ტიპის აირის და საპანდის პისტოლეტი მაკაროვი იყო, რომელიც თვითნებურად იყო დატენილი საბრძოლო ვაზნით. გაურკვეველი დარჩა იყო თუ არა რომან კაკაშვილის თითის ანაბეჭდები ამ იარაღზე. აღსანიშნავია, რომ იარაღი, რომლის უკანონო შენახვა კაკაშვილს ბრალდება, ბრალდების მხარეს პროცესზე არ წარმოუდგენია. სასამართლოს ეს იარაღი არ გამოუკვლევია. ხაშურის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე 4 მოწმე დაიკითხა, 3 პოლიციელი და ივანე ნანიტაშვილი. ნიშანდობლივია, რომ 3-დან არც ერთ პოლიციელს არ ახსოვდა საქმის არც ერთი დეტალი. კლიმჩუკი და გიორგი თურქაძე საერთოდ ვერ იხსენებენ. აბსოლუტურად ვერ იხსენებენ თუ რომ კაკაშვილის იარაღი ვინ უპოვა. ჩხრეკის ოქმზე საერთოდ რომ გაგუშუნა ხელი მოაწერა თუ არ მოაწერა ან თვითონ თუ მოაწერეს ხელი. არა პოლიციის თანამშრომლები ვალდებულნია როცა ჩხრეკას ესწრებიან ხელი მოაწერონ. და ამათ ხელი მოწერილი აქვთ. მაგრამ ისე არიან დაბნეულები იმდენად არ ეციან რა თქვან. უბრალოდ თუ იძახიან რომ არ გვახსოვს მოაწერეთ თუ არა. შედგა თქვენ ამ საპროცესო ოქმის შემთხვევის ადგილზე. და ჯერ უპასუხა რომ არა.
შემდეგ პროკურორ წამოხდა დაიწყო წივილი კივილი და თქვა რომ არა ქონდა ისა არ ახსოვს ადამიანს და ნუ ვაძალებთ. საქმე ის არის რომ ყველა პოლიციის არც ერთ პოლიციის თანამშრომელს უბრალოდ არ ახსოვს რა მოხდა. თითქმის ყველა კითხვაზე ბატონ თურქაძე და მასურაშვილი პასუხობდნენ რომ არაფერი არ ახსოვთ. რაც ნიშნავს იმას რომ კიდევ ერთხელ მიანიშნებს ელემენტარულად იმ ფაქტზე რომ ყველა ეს სიტუაცია თავიდანვე დადგმული სპექტაკლი და ფარსი. თავად რომან კაკაშვილმა სასამართლოზე ასეთი განცხადება გააკეთა. მიტინგზე დავდიოდი და ამის გამო დამიჭირეს მეც. მამესწარაშვილი იყო ამით დაინტერესებული. მათ ყავდათ ჩემი მეზობლები ინფორმირებული, რომლებიც მეკითხებოდნენ, რას ვიზამდი, უკან დავიხებდი თუ არა, შემეშინდებოდა თუ არა. მე ამ ხალხს პასუხობდი, არ დავიხებ. მე მამულიშვილი ვარ მეთქი, მოვიხდი 5 წელსაც თუ სამშობლო სჭირდება. მე ვარ პოლიტიკური პატიმარი და სინდისის პატიმარი. 2009 წლის 15 სექტემბერს ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლალი ბესტავაშვილმა რომან კაკაშვილს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ მისი თანასოფლელების აღშფოთება გამოიწვია. სოფელში ნებისმიერ ადამიანს რო შეეკითხოთ რომ რომანი კაკაშვილს იერაგი ქონდა, კაცი არ დაიჯერებს, ყველა გეტყვით სოფლის მოსახლეობა რომ მაგას იერაგი არ უტარებია და იერაგი არ ქონია საერთოდ მაგას. შრომას მოკიდა, ხელი მოკიდა კი არა, შრომობდა, აგერა მისი ბაღია და კრედიტი ქონდა გამოტანილი, წინადღით გამოიტანა კრედიტი 1700 ლარი ბანკიდან და მეორე დღეს დააკავეს, აგერა ბაღში დაიჭირეს ფართოვში. კრედიტი გამოიტანა იმისთვის, კი, ბაგი რომ დაემუშავები რა 1700 ლარი ბაგის თოხნების გულისთვის, მუშების გულისთვის გამოიტანა რომ ემუშავა ბაღში. ამჟამად მერვე საპყრობილის პატიმარს რომან კაკაშვილს სახლში მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი ელოდება. ბრძოლის მეთოდები არის მრავალნაირი. თუ ბიზნესმენია ყველაზე ადვილია ბიზნესს ანადგურებენ მთლიანად და შეიძლება თვითონ ბიზნესმენიც დაიჭირონ. არის ცემა, ყველაზე ძალიან გავრცელებული მეთოდი და არის დაჭერა ადამიანების მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი განსხვავებულად ფიქრობენ. ცხადია, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკური პატიმრები, პოლიტიკური ნიშნით დევნილები. თუმცა პატიმარს მათ არ ეძახის ხელისუფლება, იმიტომ რომ ბრალდება, რასაც მათ უყენებენ, არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან ფორმალური ნიშნით. ლაგოდეხელი ნუცა პაპავა წლების განმავლობაში ლაგოდეხის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი იყო. როგორც თანამდებობის პირს ყოველთვის მჭიდრო კავშირი ჰქონდა ხელისუფლებასთან, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრი არასდროს ყოფილა. მისი ცხოვრება რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2009 წლის მარტში გაერთიანებული ოპოზიციის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი გახდა და პლებისციტში, რომელსაც მისი პარტია ატარებდა, აქტიური მონაწილეობა მიიღო. რაიონში გამოკითხვა ჩავატარეთ და პირველი პრობლემებს, სერიოზულ პრობლემებს სწორედ მაშინ წავაწყდით. ჩვენ მომხრეებს საკმაოდ აქტიურად ამუშავებდნენ, აშანტაჟებდნენ, ემუქრებოდნენ და აშინებდნენ. ისევე როგორც ყველგან საქართველოში იმ პერიოდში. ოპოზიციაში გაწევრიანების შემდეგ მას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვება მოსთხოვა. პირდაპირ გამგებელმა მითხრა რაიონის გამგებელმა ბატონმა გიაგოზალიშვილმა რომ აი ჩემი ასეთი გადაწყვეტილების, ასეთი ნაბიჯის შემდეგ მეუღებელი იქნებოდა ჩემი მუშაობა სახელმწიფო სამსახურში და მან პირადად თხოვა რომ ჯობდა განცხადება დამეწერა და არ გამერთულებინა სიტუაცია კიდევ უფრო მეტად. ხა არ ვიცი რას ფიქრობ და გართულებაში ჩემს დაჭერას ნარკოტიკებს თუ იარაღს კიდევ დაუშვათ, რასაც შეუულია ხელისუფლება, მაგრამ აი ასეთი წინადადება მაინისგან მივიღე. ვინაიდან ჩემი პოლიტიკური მოსაზრებების გამო მიუღებელი და შეუფერებელი გავხდი ხელისუფლებისთვის, საკუთარი თავის პატივისცემა მაიძულებს შევასრულო თქვენი მოთხოვნა თანამდებობის დატოვების შესახებ და უფლებას გაძლევთ გამოთავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან. 2009 წლის 23 მაისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გოზალიშვილს ნუცა პაპავამ ასეთი სახის განცხადებით მიმართა. გამგებელმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა და მეორე დღესვე თანამდებობიდან გადააყენა. ამასა როგორც თავად იხსენებს ურჩიეს, რომ თუ ქვეყანაში მშვიდად ცხოვრება უნდა და ოპოზიციური აქტივობისაგან თავი შეეკავებინა. ლაგოდეხის გამგებლის მოადგილეს დიმიტრი ლოლაძეს პაპაოს გათავისუფლების დეტალები არ ახსოვს. ეს ამ განცხადების საფუძველზე რა თავისუფლებული ვერ გეტყვით. ხოლო თავად გამგებელი გია გოზალიშვილი ასეთ კომენტარს აკეთებს. ეს ქალბატონი ამბობს, რომ მისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო, რადგან გაწევრიანდა ოპოზიციაში, მას შემდეგ თქვენ მას მოსთხოვეთ, რომ რომელ ოპოზიციაში ქალბატონო, ერთი ოპოზიციური გამოსვლა მაინც თუ ქონია ლაგოდეხში ერთი კითხეთ რა. საერთოდ ახლა მაგას რა. რომელ ოპოზიციაზე ლაპარაკი, რომ ერთი მიტინგი არ ჩაუტარებია ლაგოდეხში, ერთი საპროტესტო, თუნდაც რომელ ოპოზიცია, რამე ოპოზიცია. არა, იცით რა მეტრისებს. ნამდვილ სინამდვილედ კატეგორიულად უარყოფ, ეგეთ რამე არ ყოფილა. ანუ თქვენ არ გაგითავისუფლებიათ, არ მოგითხოვიათ? არა გენეცად. მე არ ვიცი ამ რეჟიმს რა დავარქვეს. ვერ არის დიქტატურა,
ეს ვერ არის სრული ავტოკრატია, იმიტომ რომ შეუძლებელია იყო ავტოკრატია ქვეყანაში, რომლის ბიუჯეტი ერთადერთი დახმარებებზე დგას, ამიტომაც იძულებულია ის მოითმინოს პარტიების არსებობა, მოითმინოს რა ქვია იგივე განსხვავებული აზრი ტელევიზიებში, მაგრამ ამავე დროს ატარებს ავტოკრატიის ყველა ნიშანს, იმიტომ რომ გადაწყვეტილებებს იღებს ერთი ადამიანი და მისი სამეგობრო, რომელსაც ემორჩილება სასამართლოც, პროკურატურაც, პოლიციაც, პარლამენტიც და თვითმმართველობაც, ემორჩილება ყველაფერი ამ ქვეყანაში. 2009 წლის სექტემბერში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა აღიარა. ასეთი დასკვნო ფედერაციამ მას შემდეგ გამოიტანა, რაც 2009 წლის თებერვალში სამკაციანი კომისია საქართველოში მოავლინა და მათ მიერ მოპოვებული მასალები შეისწავლა. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია გამოკვლეული მასალების ევროსაბჭოში, ევროკავშირში და ეუთოში გადაგზავნას გეგმავს და მათგან შესაბამის რეაგირებას ელოდება. ამჯერად უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია კვლავაც აგრძელებს საქართველოში პოლიტპატიმრების მოძიებას.